მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს და ერთგულ მაყურებელს ადამიანებს, რომელსაც არასდროს არ გეზარებათ უკავშირი ამა თუ იმ ფორმით, ხო? და მე ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის. გაშლამდე მინდა ეს პატარა შესავალი გავაკეთო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე მესენჯერზე, რომ ჯერ საერთოდ კომენტარებში რომ როგორ მოგძებნოთ და მე როცა მძებნიან, ასე ვთქვათ, გაშლის პირობებს მეკითხებიან და უცებ გეტყვით სულ ყველას, იმიტომ რომ ვიცი ბევრი ახალი მაყურებელი მყავს და შეიძლება ძველი ვიდეოები არ გაქვთ ნანახი და არ იცით, ხო? ჩემთან ურთიერთობის ფორმასთან დაკავშირებით. მე ტარიფი არ მაქვს ესეთი კონკრეტული, ჩემმა მაყურებლებმა ბევრმა იცის, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც არის გადმორიცხული, მე გდება არასდროს გამიკეთებია და 20 ლარადაც გამიშლია ტარო და 50-ად და 100 ლარადაც, ხო, ვისაც რის შესაძლებლობა აქვს, იმას რიცხავს. თან მე ესევე ვგრძნობ ხოლმე, ვინ იტყუება, ვინ არ იტყუება, თუმცა რომ ვგრძნობ, რომ იტყუება, იმათ უფრო არასდროს არ ვეუბნები, იმათ უფრო კი არა, საერთოდ არავის არ ვეუბნები უარს, მაგრამ იმიტომ რომ იცით როგორი მომენტია, მე რაც არ უნდა მომატყუოს, რომ იმ წუთას ვთქვათ, არა აქვს ამის შესაძლებლობა და უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა მაკდონალდსში იმ დღის ორჯერ წავიდეს პირობითად, ხო, ღმერთმა შეარგოს ყველაფერი, რა სისულელია, ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს არის მისი პრობლემა ზოგადად. ანუ ნახეთ, იმდენ სისულელეში ვხარჯავთ ზოგადად ადამიანები ფულს და სულ ვამბობ, რომ ეს არის როგორც ექიმთან მიხვიდე, ხო, რაღაცა აგიტკივი და მიხვედი ექიმთან კონსულტაციაზე, ასია, ესეც ხო ფსიქოლოგია, ფსიქიკა გტკივა ამ დროს, ხო, ადამიანს რაც რაღაცები ვერ დაგილაგებია და ამიტომ მიდიხარ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეზოთერიკოსია თუ ტაროლოგია თუ მკითხავია რა, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ხო? პლუს ამას სულ მინდა ხოლმე და სულ ვუსვამ ხაზს, რომ ეზოთერიკა ეს არ არის მაგია, მარტო შემოკარგო ადამიანებო. ეს არ არის რომ რაღაცა ვიღაცამ შეეულოცა, ვიღაცამ გაწმინდა, ვიღაცამ ჯადო გააკეთა, არა. ეზოთერიკა ეს არის შინაგანი ტრანსფორმაცია. მიხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი დაალაგო, საკუთარი აზროვნება დაწმინდო და ამას ჭირდება საუბრები. ოღონდ ამ საუბრებისთვის ახლა სწორად გამიგეთ თითო საათი და ნახევარი საათი დღეს ასე დაჩქარებულ რეჟიმში და აი ასეთი ტემპით მოსიარულე ცხოვრებაში არავის არ აქვს, ხო? იმდენი საქმე გვაქვს ჩვენი თვითონ ჩვენთაგანს, ის კი არა მეგობრებს არ წალია, ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის, ხო, და ადამიანებისთვის. ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ექვემდებარება ანაზღაურებას. მე რომ დრო დავუთმო ვიღაცას, ის დრო მე რაღაცა სხვაში მაკლდება, ხო? შესაბამისად ესეც უნდა გათვალოს თვითონმა ადამიანმა, რომ რა სითხო იმ ადამიანისგან, ვისთანაც მიდიხარ, ხო? გაშლას, კი ბატონო, გაშლას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავის არაფერში არ ვაყვედრი, ხო? თუ რამე რჩევას მიცემა შემიძლია, ყოველთვის ვაძლევ. საათზე მეტი კი არა, 2 საათი გრძელდება ზოგჯერ კონსულტაცია, იქ სანთელსაც თუ ვასხამთ, იქაც რაღაცა თავისებური მომენტებია, რაც შეეხება სანთელს, ჩემო მეგობრებო, ბევრს აქვს ხოლმე ის მომენტი, რომ აი, სანთელი გონიათ, რომ რაღაცა არ სასწაულს იზამს, ხო? ჯერ ერთი რომ ვერც ერთი ფსიქოლოგი საკუთარ თავს ისე ვერ შველის, როგორც სხვას. ასევე ეზოთერიკაშიც მენდეთ, რასაც გეუბნებით. მაგრამ რომ შველოდეთ ჩვენს თავს, შემოკარგო ადამიანებო, ნახეთ როგორი მომენტია. სანთელი არ არის, ხო, ხა რაღაცა სასწაულებს ვიზამდით მაშინ. სანთელი არის ეს, აი როგორ იცით, თქვენი იმუნიტეტი ვიტამინების ფონზე ხომ აღლდება, ან რაღაცა პატარ-პატარა წახმარებების ფონზე მედიცინაში, მედიცინის მხრივ. ასევე აქაც, ხო, ვანეიტრალებთ ნეგატივს, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური იმუნიტეტს ვწევთ მაღლა და უკვე მდგრადია შენი ფსიქიკა რაღაცა გარკვეული პერიოდი გარშემო მყოფი ან უკვე თქვენში არსებული ნეგატივების მიმართ. აი ეს არის უთავი ბოლო, ძალიან მარტივად და ძალიან ისეთ ენაზე რომ ავხსნა ეს ყველაფერი. ასე რომ კიდე ძალიან მოკლე რეზიუმეს გავაკეთებ, ესე იგი, მესენჯერზე ალების ტარო, პროფილის ფოტოზე არის ქალღმერთი ორლომთან ერთად. მიკავშირდებით იქ, ტარიფი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის განსაზღვრული. ვიღაცას აქვს 100 ლარი, იმას რიცხავს, ვიღაცას აქვს სხვა ჯერს 100 ევროც დამრიცხვია ერთ გაშლაზე.
ოღონდ პირველი გაშლის მერე რომ კიდევ დამკონტაქტებიან პირველ გაშლაზე ხო 100 евро არ მახსოვს რომ ჩაერიცხოთ იმიტომ რომ მე სულ ამპლიტუდას ვამბობ 100 ლარის ფარგლებში მაგრამ იყო ერთ-ერთი ეგეთი ქალბატონიც სანთელს თავისი განფასება აქვს სანთელს ფიზიკურად მე ვერაფერს ვერ ვიზავ იმიტომ რომ მე მასალა მჭირდება და მე მასალას ახლა ჩემს ხარჯზე ვერ ვიზავ ჩემო კარგ ადამიანებო 6-7 და 8 ლარის ფასებში მერყევს უკვე 100 გრამი თაფლის სანთელი მაგრამ ნუ ტაროს გაშლას მე არავის არ ვამადლი კიდევ ერთხელ ვიმეორებ უფასოთაც გამიკეთებია და აქ არის 1-2 მაყურებელი რომლებისთვისაც აბსოლუტურად უსასყიდლოდ გამიკეთებია რაღაცა გაშლები მithქვამს რომ აი წადი და არ ვიცი ლარი გაქვს თუ 2 ლარი გაქვს გზაში მათხოვარს მიეცი რომ ენერგოგაცვლა გამოგივიდეს და მე არ არის პრობლემა ნუ იმდენი ტექსტებით მოუწერიათ და ისე რომ ნუ ახლა იქ მე ხო სხვა გზა არ მქონია მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეგობრებო ეს არის ერთეული შემთხვევები ხო იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ მეც ენერგიას ვხარჯავ და თქვენ არიცით ზოგჯერ ენერგიას ვხარჯავ ზოგჯერ მკვდარი ვარ ხოლმე ისეთი ადამიანებთან მიწევს კომუნიკაცია ნუ ერთეულებია ესეც საბედნიეროდ იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან ისეთი კატეგორია მოდის ჩემთან და მე ძალიან მიხარია აი ნარჩევი გოგოებია ყველა ვინც ჩემთან მოსულა ძალიან ბევრი გამომივიდა ეს შესავალი ბოდიშს ვიხდი და დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს გაშლას ხო და გაშლა იყო ზუსტადაც იმ დღეს ძალიან დიდი გამოხმაურებებთან ბევრი ნახვები ქონდა საბედისწერო ამბებს თქვენ ცხოვრებაში და მოდით ზუსტადაც იყოს ეს ხო მაისი დგება და მაისის თვეში უახლოესი პერიოდი ავიღოთ ეს ერთი თვე რა საბედისწერო აი მართლა აი ესეთი ძალიან ბეწვის ხიძე გამავალი გინდ კარგი და გინდ ცუდი სიტუაციები ხო ნუ ნეგატივზე ნუ გავაკეთებ დიდად აპელირებას მაგრამ ნუ მაინც რა გველოდება ხო აი რა საბედისწერო ცვლილებები რა საბედისწერო რყევები და ცუნამები შეიძლება სტიქიები შემოვიდეს კარგი გაგებით ხო ჩვენს ცხოვრებაში პირველი მეორე მესამე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით რაღაცა ძალიან ჩქარობს? რაღაცა ხო, გეჩქარებათ აღიარება. გეჩქარებათ რაღაცა გამარჯვება, გეჩქარებათ მოკლედ თქვენი ადგილი. რა საინტერესოა, აქ უფრო მგონია რომ რაღაცა, არა ვნახოთ ჯერ წინა. იმპერატრიცა. გეუბნებით, ნუ ახლა ვინ იქნებით აქ შემოკრებილები, გინი მამაკაცები და გინი ქალბატონები, თუ არა იმპერატრიცის ენერგიებით. და ვნახოთ ერთი არკანით თქვენი სიგნიფიკაცია ვინ ბრძანდებით ვისთვის არის გაშლა იმპერატრიციდან ცოტა დიდი ნახტომი გვაქვს 7-იან პენტაკლებში რა ხდება მეგობრებო თითქოს გვაქვს საკმარი რაღაცები თითქოს არ გვიჭირს არც ხვალინდელი დღე გვაშინებს მაგრამ მაინც სადღაც იქეთ ვიყურებით მაინც სადღაც რაღაცა არ ყოფნის რაღაცა თითქოს აი როგორი მომენტი გვაქვს იცით ცოტა სიძუნწეს უფრო ვერ ვიტყოდი აი რაღაცებს ვუფრთხილდებით ცოტა სხვანაირად რა და თან მეორე მომენტი რა მოდის იცით რომ აი ენერგიებს მიყვებით თქვენ რა რომ რაც არ უნდა მქონდეს აი ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ესეთი ენერგიებით ხართ და მე კიდევ უნდა აი ნუ გეუბნებით ენერგიებს მიყვებით აქ ახლა უფრო ვიდრე სიგნიფიკაციას არ ვიცი მაინც მოდი ვიტყოდი რომ განდეგილის არკანით აქ არ გამოვრიცხავ რომ ვინმე მასწავლებელი კულტურის სფეროს წარმომადგენელი ლექტორი სხვათა შორის სასულიერო თემით დაინტერესებული ადამიანიც არ შეიძლება სტუდენტიც იყოს ვინმე რა ხა თქვენ გაგიკვირდებათ რა ის სტუდენტი უკაცო სასულიეროზე სწავლობს და აქ თქვენ გიყურებთ მაგრამ არის ეგეთებიც ხდება მეგობრებო ან თუნდაც ეზოთერიკა აი რაღაცა როგორი იცით აი თავის თავში ჩაღრმავება რომ გიყვართ ხო შეიძლება ფსიქოლოგებიც იყოთ ამასაც არ გამოვრიცხავ ეს რაც სიგნიფიკაციის ნაწილში შემიძლია წამოვიღო და ვთქვა ძალიან ისეთი ჭკვიანი გაწონასწორებული ადამიანი ხართ მაგრამ რატომღაც აი აქ ეშმაკის არკანი მაქვს თან დასტის ფონი ცოტა დეპრესიისკენ მიმართული ხართ ახლა თითქოს რაღაცეები გაშინებთ რაღაცეების აი მომენტი გაქვთ იცით როგორი რომ აი ოღონდ ეს არ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი საკუთარ მითებს და საკუთარ ილუზიებს ვართ დაქვემდებარებული ახლა და ამ მომენტში, რომ აი რა იქნება, ხო? ზემოდან არ ვიცი, პირობითად ეხა ძალიან ისე სპონტანურად
გამიჩნდა ეს აზრი და შედარება, რა თქმა უნდა, უხეშ შედარებაა, მაგრამ ნუ ელფი მოდის ესეთი ფერადი ტანსაცმლით, გოგო და ბიჭი ერთად მოკლედ ძალიან ისეთ სიტუაციაში და უცებ ხედავენ რომ ზემოდან მოდის ხმლებით, ხო? კაცო, იქნება მწვადი უნდა შეგიწოს ვიღაცამ შამფურებზე, ხო? და სულაც არ არის ხმლები პირობითად. ნუ ამდენს და სხვათა შორის ეს ვარიაციები ახასიათებს მეგობრებო. შესაბამისად მე თავს ვაძლევ უფლებას, რომ ზუსტად მრავალფეროვნად ვისაუბრო და თითქოს ეს ბიჭი აჩერებს, ხო? არა, ოღონდ ეხლა ეს არა, ოღონდ ეხლა იმდენად კარგად ვარ, რომ იმდენად კარგად არის ყველაფერი, ოღონდ ეხლა ეს მომენტი არაფერი რაღაცა ნეგატიური არ გამოაჩინო. რაღაცას განიცდით, რაღაცა არ ყოფნით. კარგით, ვნახოთ ახლა. აბა უახლოესი პერიოდების მანძილზე, ნუ მაისის თვეში ძალიან ისეთი ძირეულად შემარყეველი რა მომენტები შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ ზოგადი ენერგიები ცხოვრებისეული, რა შეიძლება საბედისწერო მოხდეს ამ ნაწილში. ვნახოთ კარიერა და ფინანსები. და ვნახოთ, მოდი ავჩეხოთ პირად ცხოვრებაზე, რატომღაც მომინდა რომ ამეჩეხა, თუმცა აქ რა იყო. ნახეთ რა კარგი არკანი მქონია დასტის ფონი, მეგობრებო, 6-იანი პენტაკლები, დახმარების, ურთიერთგაგების, მეგობრობის ხელის დაწვის, ქველმოქმედებისაც კი. და ვნახოთ აბა ჩემო კარგო ადამიანებო, პირადში რა საბედისწერო ამბები შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში. ხო, ხუთიანი კვერთხებით რას იცავთ თავს, ვისგან იცავთ? ის ენერგიები მოდი, ის წეღან რაც მაჩვენაო. აბა ვნახოთ. ზოგადი ენერგიები. აი, ნახეთ სხვათა შორის წეღან თავისით რომ გადმოფრინდა, ჰაერზე არ გადმოფრინდა, ახლა მაგი დაზედევს ეს არკანი, ჩემო კარგო ადამიანებო. ხო, 7-იანი კვერთხები, აი ეს ენერგია რაც დასტის ფონზე მაქვს, აქაც ეს ხაზი გრძელდება და 9-იანი პენტაკლები. როგორი ენერგიები გაქვთ და გეტყვით მეგობრებო, აი თითქოს რაღაცა შიში გაქვთ, ეს შიში სიგნიფიკაციაშიც დამიფიქსირდა ენერგიების დონეზე. აი რაღაცა როგორი მომენტი გაქვთ, იცი რომ აწი რა იქნება, აი ამის მერე რა მოყვება ამ ყველაფერს. ნუ თუ ისე იქნება როგორც ვფიქრობ, რაღაცა თითქოს ზედმეტად კარგად არის და აი ეს მომენტიც გაქვთ. იმიტომ რომ აი თითქოს ორი ნაბიჯი დამრჩა რომ ყველამ მაღიაროს, ყველამ პატივი მცეს, ყველამ ქედიც კი ხაროს ჩემს წინაშე, ხო, მაგრამ ნახეთ დააკვირდით აქ რა საინტერესო მომენტია. სხვა 6-იან კვერთხებში თუ პირობითად ან ფეხზეა და ისე მოდის, ხო, ის წელში გამართული, ან ნუ ბედაურზეა ამხედრებული ადამიანი, აქ მელიაზე ზის, ხო? ანუ აქ თლად სწორად არა, პრინციპში რატო არა, ანუ გონებამ თავისი ჭკუის შედეგად იხერხებს იმას, რასაც იხერხებს. შეიძლება დაუმსახურებელიც იყოს, მიხვდით ეს აღიარება, მაგრამ აი ამ თავისი ცბიერებითაც კი ბატონო დავარქვათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერს საკუთარი სახელი, ხო, სიბრძნით რაღაცა მოხერხებულობით ფონს გადის. და აი ეს მომენტი გაქვთ, რომ აი გავალ ფონს თუ მაინც რაღაცა სიტუაციაში, მაგრამ არა სტაბილური პენტაკლების ნაწილში, ანუ თუ ვიტყვით ზოგადად აი ამ სფეროს, ყოველდღიურ მატერიალურ სფეროს, ხო, აქ სტაბილურობა გიჩანთ. ვნახოთ ახლა ეს რატო გამომყვა. ფინანსებსა და კარიერაში რა ხდება? ფინანსებსა და კარიერაში დიდი ტრანსფორმაციის ფონზე, თასების რაინდით, რაღაცა არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ვიღაცები თუ წასულები ხართ ემიგრაციაში, საქართველოში დაბრუნდეთ, არ გამოვრიცხავ. ან პირიქით ვიღაცებმა აქ დატოვოთ და იქეთ წახვიდეთ, ხო, ვარსკვლავის არკანით რაღაცა მანძილთან კავშირი იყოს. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან ორი მაღალი არკანი მიკავია. ძველს ყველაფერს უარი უთხრათ მეგობრებო, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო და ემშვიდობოთ და თასების რაინდი რა არის, ხო? რაღაცა აი როგორი დასაწყისი იცით, აი იმედიანი და ჭკვიანური დასაწყისით არ არის მარტო ემოციური, ხო? მე რაღაცეები გავთვალე, კი, თლად ახლა პენტაკლები ვერ ვართ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თასების რაინდიც, აი ისეთი კეთილი რაღაცა როგორი ენერგიებია, იცით, რომ
გამორიცხულია რომ მე რაღაცას ვერ მივახციო ხო ანუ მე იმდენად სწორი იმდენად ცოტა შეიძლება ბავშვური ენერგიებიც მოდიოდეს ამ ნაწილში მაგრამ აი რაღაცა თითქოს აქ ესეც მიფიქსირდება რომ ეს კარიერული ცვლილება შეიძლება ანსამსახურებრივი ცვლილება რაღაცა პირადსაც უკავშირდებოდეს ესეთი მომენტიც მოდის აქ მაგრამ ყველა შემთხვევაში გამარჯვებით ყველა შემთხვევაში დადებითი ენერგიებით და დადებითი შედეგებით გიფიქსირდებათ და თქვენთვის ყველაზე საინტერესო პირადი ცხოვრება ხო არც მეტი არც ნაკლები წეღან დასტის ფონი ნახეთ კარგად დააკვირდით მეგობრებო ის ორი სფერო რომ გავშალე რატომღაც მომინდა თქო რომ ავჩეხოთ ხო პირადი სფერო თქო თქვი თუ გახსოვთ და დასტის ფონი სანამ ავჩეხავდით ნახე ხო აი ეს არკანი იყო და ეხლა მაგიდაზე მიდევს პირად სფეროში შეიძლება სამსახურებრივი რომანი გამოგიჩნდეთ რაიმე არ ვიცი ვინმე წმენდებს იტარებთ არ ვიცი ვინმე რაღაც მანიფესტაციებს რაღაცა манипуляციურ და რაღაცა რიტუალურ თემებს მიმართავდეთ იმისთვის რომ რაღაცები თქვენს ცხოვრებაში წინ წავიდეს და რეალურად ეს ყველაფერი ნამდვილად წავა წინ და შედეგს გამოიღებს იმიტომ რომ აბსოლუტური სისავსე მოგვდით აქაც პენტაკლები ამომდის მე აქ უნდა დავამატო 1-2 არკანი ნახეთ პენტაკლები და მაგის არკანი მგონი მაგრამ მგონია რომ რაღაცა ეს პირადი თემები უფრო უნდა უკავშირდებოდეს ზუსტად აი ამ რაღაცა სამსახურს რაღაც აი თასების ტუზმაც არ დაყოვნა და არ აი ნუ მეგობრებო 3 ტუზი მიდევს 3 ტუზი მიდევს ახლა თქვენ რაღაცა ჯერჯერობით ფიქრიანობის მომენტში ხართ და რატო იმიტომ რომ სამშობლოს არკანი მაქვს დასტის ფონი ანუ რაღაცებს ასე ვთქვათ თავისი დრო აქვს ესეთი ენერგიები მოდის რომ ვაცადოთ ხო ეს რა გადმოფრინდა თავისით ვნახოთ და თასების კვერთხების მეფე ხო ნუ ახლა აი ამ პაზლს თუ შევკრავთ და ასე ვთქვათ ის პატარა რეზიუმეს გავაკეთებთ არ გამოვრიცხავ მეგობრებო რომ 3 ტუზით რა თქმა უნდა აბსოლუტური აი როგორი ჰარმონიული მომენტები შემოდის იცით თან ხმლის ტუზით თქვენ რაღაცა ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ძალიან მალე ზუსტად პაჟის ენერგიებიდან თანხმლების პაჟი ხო აი რაღაცა თითქოს ინფორმაციებით რო გაინტერესებთ თითქოს რაღაცას ნიადაგს ეძებთ თითქოს რაღაცას მაინც პაჟის ენერგია ხო არა აი შემოდის უკვე კვერთხების მეფე პირდაპირ მნიშვნელობით პირაც ვკითხულობ მე და ვიცი მამაკაცები თუ მიყურებთ პირიქით ხო კვერთხების დედოფლად მიიღეთ ეს არკანი იმიტომ რომ რაღაცა ცეცხლოვანი ძალიან ისეთი აი თავბრუდამხვევი ადამიანი უნდა შემოდიოდეს თქვენს ცხოვრებაში და რატომღაც მომინდა არ ვიცი რატომ მომინდა მე პირად ცხოვრებაზე კი არა და სამივე სფეროზე აი ამ დასტითაც თითო არკანით უნდა ვნახო ეს ყველაფერი ხო გახსოვთ რაც აქ პაჟი გვაქვს პენტაკლების ну ვიღაცა ჩქარობს ფაქტია რომ ვიღაცა მოიჩქარის თქვენსკენ და თქვენც ამისთვის ძალიან მზადებასა და მზადყოფნაში ხართ მაგრამ ამითიც უნდა დავამოწმო ახლა მაინტერესებს ეს რა ინფორმაციას მომცემს ზოგადი ენერგიები მანახე ერთი არკანით მანახე ფინანსები კარიერა და მანახე პირადი და დასტის ფონი მაქვს 10-იანი კვერთხები ტვირთები და თუმცა აქ ცოტა სხვანაირად არის ამ დასტაში მეგობრებო მთლად ესე არ არის რომ ვეღარ ვზიდავ ამ 10 კვერთხებს ხო პირიქით ის კვერთხები მე ღობედ გამოვიყენე ასე ვთქვათ მესერი გავავლე და პირიქით თავდაცვისთვის მშვენიერი ამბავი გავაკეთე და ერთი კვერთხი კიდევაც ჩემთვის დავიტოვე აქ ცოტა სხვა ტიპის 10-იანი კვერთხებია და სხვა დატვირთვის არ არის ის კლასიკური გაგებით ხო რაღაცას იორჭოფებთ რაღაცას აი იქაც იყო ის მომენტი ხო გახსოვთ ზოგად ენერგიებში რომ ვიკითხე რომ აი თითქოს რაღაცა შიშის მომენტი გქონდათ ფინანსებსა და კარიერაში აუცილებლად რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ აი უეჭველი რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ რას მოიტანს აბა ვნახოთ რას მოიტანს იქაც იყო 6-იანი
პენტაკლები და აქაც ისევ განმეორდა ამ დასტითაც 6-იანი პენტაკლები. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გაჩუქოთ, ვიღაცამ ვთქვათ, ხელი ცოტა ისეთი ფორმით გამოგიწოდოთ, საკმაოდ სუყეთ, მაგრამ ფინანსებში თქვენ პრობლემები არც ერთ შემთხვევაში არ გექნებათ და არც მეტი არც დაკლები იმპერატორი პირად ცხოვრებაში. ხო, იქაც სხვათა შორის კვერთხების მეფე მაჩვენა, აქ იმპერატორი მაღალი არკანი თუ რაღაცა მართლა არ გამოვრიცხავ საბედისწერო ამბები მოხდეს თქვენს პირად ცხოვრებაში. აბა ვნახოთ კიდე მაჩვენე კიდე. აჰა, სიკვდილის არკანი მეგობრებო, მეორე მაღალი არკანი პირად ცხოვრებაში, ანუ ბოლოს და ბოლოს თქვენ ჩაეხსნებით წარსულს. სხვა შორის მე ხა გამახსენდა ის ჩვენი გაკეთებული გაშლა, ხო, ერთ-ერთმა გოგონამ დამისვა, კითხვა რომ აიო თუ ჩავეხსნებიო წარსულსო, ხო? მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში ეს გაშლა ძალიან ისე კარგად და მოდით ახლა ვნახოთ კიდევ 1-2 არკანით პირად ცხოვრებაში. ანუ ნახეთ, რისი თქმა მინდა, 2 მაღალი არკანი იმპერატორი და ანუ სიკვდილის არკანით როგორი მომენტია, ხო, ანუ უამრავი შანსი გაქვთ სამყაროს განმოცემული, რომ აი ამ ქარაშოც გასცილდეთ, ბოლოს და ბოლოს უკან მოიტოვოთ და ყველაზე მსწრაფლმავალი ბედაური აირჩიოთ და დახვიდეთ ფონს, ხო? ნუ აი მეგობრებო, რა გითხრათ, იმპერატორი, იმპერატრიცა ერთად წყვილში, არ ვიღაცებს შეიძლება სერიოზულად ქორწილი და ხელისთხოვნა და ძალიან ისეთი სტაბილური ურთიერთობები გქონდეთ და კიდევ ნუ კვერთხების მეფე აქაც და იქაც დამიფიქსირდა იმ დასტაშიც, ხო, რომ ხა გადავამოწმე. ძალიან დიდი ამბები გელოდებათ პირად ცხოვრებაში. ისეთი ამბები გელოდებათ, რომ აი რაღაცა კანით უგრძნობა ქმე და ხო, ვინ არის სურვებდა ნებისმიერ ასაკში აი ამ მსგავს საბედისწერო ცვლილებებს თუ უბრალოდ ცვლილებებს რაც გინდათ და ვარ ვქვათ. მადლობა პირველ ვარიანტს. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ოღონდ მეორე ვარიანტი მე მგონი ვარდისფერი იყო. ვნახოთ მეორე ვარიანტი ახლა ძალიან გამიგრძელდა გაშლა. ძალიან და მე მეტყვია რომ პირველ ვარიანტს მეტი დრო დაუთმევ არა და შესავალმა წაიღო ბევრი დრო. სიგნიფიკაცია მანახე, აი ნახეთ 3 არკანი თავისით უყურეთ გადმოფრინდა და ამიტომ იყოს ეს 3 არკანი თქვენს სიგნიფიკაციაში. ხო, ხმლების დედოფალი, არ ვიცი შეიძლება გაცილებული ადამიანები მიყურებდეთ, მამაკაცები, ქალები არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ თქვენს თავზე მოიდგეთ. ადამიანები, რომლებიც დღეს ძიების პროცესში ხართ, რაღაცა სათქვენო სიტუაციას ფიქრობთ და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა სამისო სიტუაცია, ხო? თითქოს გინდათ რომ ბოლოს და ბოლოს დაასრულოთ სიბნელე, რაღაცა ბოლოს და ბოლოს თქვენი ადგილი და თქვენი სიტუაცია იპოვოთ. ცალსახად ძიების პროცესში ხართ, ადამიანები შეიძლება ძალოვან სტრუქტურებს წარმოადგენდეთ, ახლა მე თქვენ ვინც მიყურებთ. და ჟურნალისტები შეიძლება იყოთ, არც ამას გამოვრიცხავ. ან რაიმე ისეთი სფეროს, აი ცოტა რისკებთან დაკავშირებული რაც არის, მაგრამ უფრო ძალიან მგონია რომ აქ გაცილებული ადამიანების დიდი რაოდენობაა უფრო ეხლა ჩემი მაყურებელი ამ ვარიანტზე და აქაც სხვათა შორის რაღაცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ცოტა შიშის ენერგიები მიფიქსირდება, რომ რაღაცა კიდე არ იქნება ისე, ხო და თითქოს რაღაცას აჩერებთ, თითქოს რაღაცას ახალგრძლილებთ. ნუ მოსახდენი უნდა მოხდეს საერთოდ მეგობრებო, რომ იცოდეთ, არასდროს არ უნდა გააჭინჭიანუროთ. იმიტომ რომ ცუდიც და კარგიც ბოლოს მაინც მოვა და დროს ტყუილად ხარჯავთ ხოლმე, მაგრამ კაი. და აბა 2 არკანი ერთად ამოვყვა, ზოგადი ენერგიები მანახე მაისში, რაც ცვლილებები და ბედისწერა რას გიმზადებთ და ფინანსები, კარიერა და პირადი. ნახოთ აბა ზოგადი ენერგია, ხო. ზოგადი ენერგია რაღაცა როგორი მომენტი გექნებათ, იცით, ახლა თუ ხართ განდეგილის პოზიციაში, მეგობრებო და აი ყველამ დამანებეთ თავი დამანებეთ ყველამ, ხო, ეს ლაიტმოტივი თუ გაასდევს რეფრენად თქვენს ცხოვრებას დღეს, არ გამოვრიცხავ თუმცა არა, მოდით აი ეხლა ზუსტად მივხვდი, უცებ წამოვიდა ინფორმაცია, ნახეთ. უნდა მეთქვა რომ ამ სიტუაციიდან გამოხვალთ, ხომ არა, კი არ გამოხვალთ. პენტაკლების მომ თქვენ აი არ ვიცი მეგობრებო, ან გონია მაინც რომ აქ აი
თუ გაშორებულები არ ხართ და ოჯახში ხართ, მაინც გაშორებულები ხართ რა. ანუ აი ფასადური ურთიერთობაა ეს გარეთა თვალისთვის. აქ მგონია რომ მაინც თქვენთვის ხართ. მე რა ვარ პენტაკლების მეფე ხართ, თუ ხართ, თუ არა, ნუ მაშინ სტაბილურობას ნიშნავს, ხო იცით თქვენ ეს რაღაცა ფინანსურს, ზოგადად სიკეთეს მატერიალურს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მიფიქსირდება მაღალი არკანია აქ. მაინც მიფიქსირდება ის მომენტი, რომ აი თავის თავს უღრმავდებით რაღაცა, აი თქვენ საკუთარ გზას თვითონ ანათებთ რა. ანუ ჩემი თავის იქით მე პრინციპში ამ წუთას და ამ მომენტში არ მაქვს იმედი, მაგრამ აი მაინც რაღაცას ეძებთ ეს წეღანაც დაგიფიქსირდათ სიგნიფიკაციაში. ზოგადი ენერგიები გექნებათ ის რომ არ მგონია რომ ფინანსურ ნაწილში რაიმე პრობლემა გქონდეთ, უბრალოდ რაღაცა აი შინაგანი დისონანსი, შინაგანი დისჰარმონია, შინაგანი კონფლიქტი, საკუთარ თავთანაც, გარესამყაროსთანაც რაღაცა მაინც არ გაკმაყოფილებთ, მაინც რაღაცა აი როგორი ძიების პროცესში ხართ, იცი რომ აი ჩემი სად არის, ჩემი რა არის აი ეს მომენტი. ფინანსებში რა ხდება? ფინანსებში მეგობრებო რაღაცა როგორი მომენტია გეტყვით. თქვენმა დაუფიქრებელმა მომენტმა, თქვენმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, სულაც ადამიანმა, კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც ძალიან ცეცხლოვანად, ძალიან წარმატებულად, ძალიან თქვენიანად, ძალიან ისეთ ადამიანად მიგაჩნდათ, შეიძლება აი ამ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და ძალიან გატკინათ გული. არ გამოვრიცხავ ხალხს და ყოველსაც ქონდა ადგილი და რაღაც თაღლითურ მომენტებსაც, მაგრამ ნუ მაღალი არკანი ზომიერების მაძლევს იმედს, რომ მინუსებში ყოველ შემთხვევაში არ იქნებით ფინანსურ და კარიერულ ნაწილში, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ბალანსი გექნებათ. ანუ ეს კარგისკენ ჰარმონიისკენ მიჩვენებ თუ ზომიერებისკენ, მანახე, ჰარმონიისკენ. ცალსახად ჰარმონიისკენ მიჩვენებს მეგობრებო, სისავსეს მანახებს. თქვენ რაც არ უნდა ნახეთ, აქ პრობლემა გქონოდათ. უახლოესი პერიოდი აი ამ ენერგიებში იქნებით პირიქით ძალიან ისეთ სტაბილურ მე აი იმპერატიული მომენტიც გექნებათ სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც როგორ მე იმპერატრიცა ვარ მე ყველაფერი შემიძლია მე ყველაფერი გამომივიდე დიახაც ყველაფერი მაქვს შენ რაც არ უნდა მატკინო შენ იტკენ ისევ საკუთარ თავს ხო შენ ხარ თაღლით შენ ხარ მატყუარა მე აი ისევ კარგად ვარ ეს შენი პრობლემაა თორემ მე გადასარევად გრძნობ თავს არა ფინანსებსა და კარიერაში აქ პრობლემა ცალსახად არ გექნებათ მეგობრებო და პირად კარიერასა და ბოდიში ფინანსებში პირად ცხოვრებაში რა ხდება წინა ვარიანტი ხომ არ მიყურებთ პირად ცხოვრებაში იმპერატორი მოდის ეს პირადი ცვლილება რას უკავშირდება იმას რომ ძუნწ და ცოტა თავის თავში გაურკვეველ არსებებს ჯერ საკუთარ ფიქრებსა და აზრებში რომ ვერ გაურკვეულან და გარეთით ხოლმე რაღაცების გარკვევას ეგეთ ხალხს იშორებთ და რეალურად იმპერატორი მოდის თქვენს ცხოვრებაში კვერთხების რაინდი რომელიც არ ცეცხლს და სტაბილურობას და სისწორეს და სიმართლეს შემოიტანს სწორი ვარ რატო ნახეთ კი თქვენ დატოვებთ იმ სიტუაციას სადაც რაღაცა თვით შექმნილი თუ სხვა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ჩიხები გქონდათ სადაც რაღაცებში ვერ იყავით დარწმუნებული სადაც აი იცით როგორი მომენტი პენტაკლების რაინდი ხო იცით რაღაცა ახალს გეგმავს რაღაცა გზას მიზნებს სახავს ხო რომ ასე უნდა გავაკეთო ვფიქრობ რომ არ შევცდე რომ ზუსტად ყველაფერი აი გათვლილი გაზომილად გავაკეთო და გააკეთებთ კიდეც თქვენ შეიძლება გეოგრაფიული მდებარეობაც შეიცვალოთ ეს რას იზავს კი დასრულდება ბოლოს და ბოლოს აი ეს გაურკვეველი არჩევანის მომენტი ასე გავაკეთო ისე გავაკეთო თუ რა ვქნა და თქვენს ცხოვრებაში ყველა შემთხვევაში წეღანი კვერთხების რაინდი მქონდა აქ კვერთხების დედოფალი მაქვს იმპერატორი მყავდა ასე ვთქვათ და პირად ცხოვრებაში აი როგორი მომენტი გექნებათ იცით რომ აი ძლივს როგორც იქნა მე რაც მინდოდა ემოცია მაქვს მინდოდა ლიბიდოს ტემპერატურული ცვლილება ანუ
ტემპერატურის აწევა მაქვს, მატერიალური მომენტები მინდოდა მაქვს, კი, აი სრული სისავსე მაქვს, სრული, აი სამყაროსგან ასე ვთქვათ, ყველაფერი მომეცა, იმისთვის რომ მე ბედნიერი ვიყო, მაქსიმალურ ჰარმონიაში ვიყო, ხო? ანუ აი მაქსიმალურად მქონდეს ყველაფერი. კი, არკანი ძალა, ნახეთ. თქვენს ცხოვრებაში აი არ ვიცი, რაღაცა ისეთი ამბები შემოვა, რომ სხვებთან გულქვა და ამაყიო, ჩემთან რაღაცა თრითინასავით ხარო თუ რაღაცაკეთ ჩანაწერიათ წიგნის რომელიღაცა ფრაგმენტი გამახსენდა ახლა, აი ასე დაგემართებათ, არ ვიცი ეს აი რომ მოგათვინიერებენ, აღონ მოგათვინიერებენ ცუდად კი არა, პირიქით, აი თქვენც რო ბედნიერი ხართ, მეგობრებო, აი თქვენც რომ მოგწონთ ის სიტუაცია, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, რაც არ უნდა ისევ გრძნობდე თავს, ხო? მე აი ამ ჩემს ადამიანთან მე ყველაფერი, მე გამარჯვებული ვარ, მე ვარ ბედნიერი, ხო? აი ყველაფერი გამომდის. ჯადოქრის კვერთხი მიკავია ხელში, ოღონდ ეს ადამიანი იყოს შემდგარით პირად ცხოვრებაში, ესეთი ენერგიები მოდის და მოდი რა კი პირველ ვარიანტთან გადავამოწმეთ, თქვენც არ დაგწყვეტ გულს და რაკაც დავამოწმოთ, რატო არა, ხო? დავამოწმოთ ზოგადი ენერგიები, დავამოწმოთ ფინანსები და კარიერა და დავამოწმოთ პირადი. ვნახოთ აქ რა ხდება. ხო, აი თქვენ რაღაცას გეგმავთ. თქვენ ზოგადი ენერგიები გაქვთ ის მომენტი, მეგობრებო, რომ აი რას შევძლებ, ხო? ნახეთ, საით წავალ, მზესუმზირის დიდი ყვავილი, ანუ წარმატების და ძალიან ისეთი ხვავის და ბარაქის, ხო? თან ჩემს გემზე ვარ, ანუ მე საჭემე ვარ, საჭემი კავია აგერ ხელში და ვფიქრობ ახლა აქეთ როგორ რა ორიენტირი უნდა ავიღო იმისთვის რომ საუკეთესო მიმართულება ვიპოვო, ხო? სადაც საუკეთესო შედეგებზე გავალ. მშვენიერი ენერგიებია, მეფე ბოდიში, პენტაკლების მეფე რატო თქვი რა ინდიკაციო და პენტაკლების მეფე რა საინტერესო, პენტაკლების მეფით ამოხვედით წეღან იქაც, ხო? აი ნახეთ, დასტა შევცვალე, მაგრამ იგივე ინფორმაციას მიმეორებს. რაღაცა სტაბილურობის კენის სწრაფვით, მეგობრებო. ოხო, ვარსკვლავის არკანიც, ნუ რა გითხრათ, ფინანსებსა და კარიერაში იქაც ისეთი არკანები ამოგივიდათ იმპერატრიცა და არ ვიცი მგონი თასი იყო, ხო? ტუზის და თასების ტუზი თუ არ ძალიან ისეთი არკანები იყო, ნახეთ ხა არ მახსოვს წამების წინაც კი რომ ყვები მე ესე არ ვიმახსოვრებ ხოლმე, მაგრამ აი სასწაული მაღალი არკანით გამარჯვება, წინსვლა და წარმატება. შეიძლება რაღაცა დიდი გზიდანაც ასე ვთქვათ მიიღოთ გარკვეული, არც დივიდენდი, ბენეფიტი არ გამოვრიცხავ და აქ რა ხდება? ოჰო, ეს რას უკავშირდება აბა მაჩვენე? ეს ტუზი ხმლების ტუზი გადაწყვეტილება თან ისეთი სწრაფი ყისიერი გადაწყვეტილება. ოხო, რაღაცა საბედისწერო ამბავს, ნამდვილად საბედისწერო ამბავს. აჰა, საბედისწერო ამბავს, რომელიც აი არ ვიცი, რაღაც სასწაულ ჰარმონიას, სასწაულ ურთიერთგაგებას, აი როგორ მომენტს მოგიტანთ, იცით, რომ აი მე ხა ჩემს ადგილას ვარ, ხო? აი მე ჩემთან ვარ, ჩემს სიტუაციაში ვარ, ჩემს ადამიანთან ვარ. ძალიან ისეთი ენერგიებია, მეგობრებო, რა დაგიმალოთ და არ ვიცი, დღეს მე ვარ ეგეთ ხასიათზე თუ რომელიმე თქვენთაგანის ესეთი უძლიერესი ვიბრაციები და მომენტები დავიჭირე, ვერ გეტყვით და კიდევ ნახოთ რას მოიტანს. იმპერატრიცა და ხუთიანი კვერთხები, ხუთიანი კვერთხები იცით რომ თქვენ ამ დასტაში ცოტა სხვა დატვირთვის არის და კი ბატონო ვიღაცამ შეიძლება საკუთარი კვერთხი ისე დაიჭიროს ხელში რომ всё, აქ აღარ არის თამაშის დრო, აქ აღარ არის დრო იმის რომ რაღაცა ოცნებებს ავყვე, მე აქ მინდა სტაბილურობა, მით უმეტეს აქ პენტაკლების მეფე მყავს და აქ იმპერატრიცა. რაღაცა ქორწილის სუნიმდის აქაც, ქორწილს ახლა ისე ვამბობ, ხო? მაინც
ჯვრის საწერად თუ არ წახვალთ, სამოქალაქო ქორწინებას ჩვეულებრივ უბრალოდ ადამიანური, კარგი ურთიერთობა, სტაბილური ურთიერთობა, ხო არ გეშინა რომ ხვალ გაიგუძებ და ხელს დაგიქნევს და წავა და იცი რომ ანუ ყავს ეს ადამიანი, ესე ძალიან დიდი ბედნიერება დღევანდელ ქაოტურ ცხოვრებაში. მეორე ვარიანტსაც დიდი მადლობა და მესამე ვარიანტი და აბა ვნახოთ მესამე ვარიანტთან რა ამბები ხდება. რა ამბები ხდება. სიგნიფიკაცია მანახეთ. ოხო აქვე უცებ გეტყვით რომ შეიძლება ისევ ხას გავუსვამ პროფესიას ვიღაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მიყურებდეთ, სტუდენტი მიყურებდეთ, საგამოძიებო სფეროებიდან უფრო მეტად მგონია, ამავდროულად ჟურნალისტიკა, აქვე შეიძლება იყოთ სხვათა შორის რა დაგიმალოთ და აი დიპლომატიური სამსახური როგორ ნაწილში, იცით, ახლა ვიღაცა მეტყვის რომ რა ისხმლების რაინდი დიპლომატიურ სამსახურთან, მაგრამ დიახ, სწორ მანევრირებას, სწორად დალაგებულ ინფორმაციულ ველს და სწორად მიღებულ გადაწყვეტილებებს ნიშნავს და დიახ, აი ამ დასტაში რაღაც გარკვეულ პროცენტზე ესეც გადათამაშდება. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ვიღაც ცხენოსანი იყოს, ანუ ზოგადად ცხენების მოყვარული, ან აი საბრძოლო ხელოვნებას ფლობდეს ძალიან კარგად. მაგრამ ბუნებით ძალიან ისეთი მე ამბოხეა. ბუნებით ხო მე ჩემსაც მივაღწევ, მე გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული. ანუ მე ყველა შემთხვევაში ვაღწევ ჩემს მიზანს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა მანძილს, არ აქვს მნიშვნელობა სირთულეს. მე ყოველთვის ვაგვარებ ყველაფერს. ძალიან მაგარი ადამიანი ხართ, მესამე ვარიანტმა რა დაგიმალოთ და აი ისეთი ენერგიები წამოიღეთ, რომ არკანი კი არა, ახლა გარშემო ყველაფერი მე მგონი მთელი ეს ჩემს გარშემო რაც კი ენერგოველია, აი ესეთ დღეშია, ოღონდ კარგი გაგებით. და ვინ მიყურებთ მესამე ვარიანტები. და ვნახოთ ახლა თქვენი ზოგადი ენერგიები, ფინანსები. ზოგადი ენერგიები მანახე ამ დალოცვილი ადამიანის. ქალი კაცი არა აქვს მნიშვნელობა, ვინც მიყურებთ, მანახე ფინანსები და კარიერა და მანახე პირადი ცხოვრება. დასტის ფონი მაქვს ვარსკვლავი, არ შეიძლება ვინმე ემიგრანტის მიყურებთ, ვინც ძალიან შორს ხართ ახლა ამ ეტაპზე. მაგრამ რაღაცა მაინც აქ მგონია რომ გამარჯვების და წარმატებების და ოცნებების ახდენის სუნი მომდის, რა ვქნა, ესეთი ენერგია მოაქვს მეგობრებო. და მე მგონი არც ვწდები. ვნახოთ ახლა აქ რა ხდება ზოგადი ენერგიები. ოხოხო ზოგადი ენერგიებით ნახეთ 10 სტაბილურობა, ფინანსური წარმატება, წინსვლა, სიბრძნე, მე ვიტყოდი. აი, იცით როგორ ის ვიღაცამ შეიძლება თქვენს თავში რეალურად ჯადოქარიც აღმოაჩენოს, კარგი გაგებით ჯადოქარი, ხო? გაგიმძაფრდეთ ინტუიცია, სწორად მიხვდეთ რაღაცებს, აი, პირდაპირ კავშირზე გახვიდეთ პორტალთან და თქვენი ანგარიშები დაიბრუნოთ და ახალი ანგარიშები გახსნათ კოსმოსთან. იცით თქვენ მე რაზეც ვსაუბრობ. გამარჯვების ცეცხლის არ ვიცი. აი, ნუ რაღაცა სასიცოცხლო სასწაული ენერგიების არკანია და როცა საოცარი თავიდანვე წამოიღო ეს ენერგიები, რა ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ, მეგობრებო, რა დაგიმალოთ და უახლოეს პერიოდში ზოგადად. ახლა ვნახოთ ფინანსებში. ოხო ფინანსი არი მაღალი არკანი. მოკლედ ფინანსებში თუ რამე გიოცნებიათ, თუ რაღაც გიფიქრიათ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მოკლედ თუ რაღაც დაგიგეგმავთ, თუ რაღაც უფრო მეტიც და ილუზიების ობიექტი გონებიათ და გიფიქრიათ, რომ აუ, ახლა მე ამას როგორ შევძლებ, ან ეს როგორ იქნება, ხო? ან აი, ნუ რანაირად, არა მეგობრებო, ეს აბსოლუტურად ყველაფერი ზუსტად ისე, ასე ვთქვათ, გამოვა, როგორც გიოცნებიათ, როგორც დაგიგეგმავთ, როგორც აი, გიფიქრიათ
ფიქრიათ და უფრო მეტიც აი როგორ გითხრათ, ზომიერების და ჰარმონიის არკანი ჰარმონიულ ინტერპრეტაციასაც მოიცავს თქვენ იცით ხო ეს არკანი და ზომიერებასაც, მაგრამ მე აქ უფრო ამ დასტაში მით უმეტეს ეს უფრო არის ჰარმონიის სამსახველი არკანი ეს უფრო არის აი როგორი მომენტი იცით რომ ზუსტად ისე მაქვს ყველაფერი მე როგორც მინდა ხო აი ბალანსში ვარ და ბალანსი ეს არის საწყისი ნებისმიერი სისწორის ხო ხშირად ვამბობთ ხოლმე მე ვამბობ ხოლმე ძალიან ხშირად არ ვიცი შეიძლება გაშრებშიც მithქვამს რომ ყველას რომ გვინდოდეს მშვიდობა ყველას რომ გვინდოდეს ასე ვთქვათ აი როგორი მომენტი იცით სტაბილური და მშვიდი და გაწოდასწორებული გარემო ნამდვილად გვექნებოდა ეს ყველაფერი მაგრამ არა ჩვენ ყველას გამარჯვება გვინდა ჩვენ ყველას პირველობა გვინდა იმიტომაც არის ქაოსი ჩვენს გარშემოც და სამყაროშიც ხო ფინანსებში რა ვიცი აი მოკრის და მოგელავს ყველანაირი წარმატება რაღაცა მგონია რომ აქ ძალიან ისეთია ვნახოთ კიდე ეს დასტის ფონი ხო წეღან ვარსკვლავის არკანი რაც იყო აბა კიდე მანახა ოხო საბედისწერო ცვლილებები მოდის მაგრამ რა მოდის ზუსტად იმაში რა ქვია ფინანსურ და კარიერულ ნაწილში არ გამოვრიცხავ მეგობრებო ვიღაცები დაწინაურდეთ კიდეც ვიღაცები არ ვიცი ისეთი სამსახური მიიღოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აგერ რომ ფიქრობდით და ოცნებობდით და ვერ გიჯეროდათ და პენტაკლების დედოფალი არ ვიცი სრულ სისავსესა და სიუხვეში გადაცვივდეთ მშვენიერი ვერაფერს დაუწუნებ ახლა პირადმა ცხოვრებამ არ გაგვიფუჭოს არა ვერც გაგვიფუჭებს იმიტომ რომ რატო იმიტომ რომ გადავწყვიტეთ რომ იმდენად ძლიერები ვართ რომ ზურგზე კი არა გვაქვს ეს ჩვენი ამ სიმძიმე ტვირთები მოკიდებული როგორც სხვა დასტებში ხო არა ხელში გვიჭირავს იმიტომ მსუბუქია რომ ხელითაც ვერევი ჩვენ ისეთი მაგრები ვართ და ამას მივიტანთ კაცო დავაწყობთ თავის ადგილას და ცოტა ხანი ჩვენთვის გამმარტოოდებით ცოტა ხანს გვაცადეთ რომ აი დავფიქრდეთ რაღაცეებზე ცოტა დავმშვიდდეთ კიდე რა გავაკეთოთ მე კიდე სამყაროს არკანით ნუ აი მივანდოთ ყველაფერი რა ამოდი აი ესეთი ენერგიები მოდის მეგობრებო ნახეთ სამყაროს მივანდოთ რა გვინდა სამყაროს და ცოტა ხანი დავაპაუზებ რაღაცეებს ხო იმდენი მაქვს ფინანსური მომენტი რომ ახლა არ მოვკვდები ამიტომ ჯერ ძალიან რაღაცეებს თავს ძალას არ დავატან და აჰა სამყარო თვითონ გამომიჩენს სწორ გზას სამყარო თვითონ მომიტანს ასე ვთქვათ წარმატებას სამყარო თვითონ გამომიჩენს ზუსტად იმ პირად ცხოვრებაში ადამიანს ვინც მე მჭირდება ვინც მე ხელს გამომიწვდის და აი ვინც ჩემთვის იქნება როგორი ადამიანი იცით რომ აი რაღაცა ვენდე ყველაფერი აი როგორ პირად ნაწილში რომ გადმოვიტანოთ აი ეს ენერგია ხო ნახეთ მე მაძლევს ყველაფერს რაც მე მჭირდება რა მოდი ასე ვიტყოდი კი აბსოლუტურ სისავსეს მაძლევს ემოციურს ხო მე აი ნახეთ 10-იანი თასები ხო ეს არის აი სხვაჩვენს ოჯახის არკანიც მიიჩნევა ძალიან ბევრ დასტაში, მაგრამ აქ აი როგორ მომენტი იცი კეკლუცობის უფლებასაც რომ აძლევს, ხო? ადამიანი და მე აქ რაღაცა აი შემილია, რომ ვიყო ისე როგორც მინდა. აი ნახეთ კი ბავშვურად წრფელია, ნამდვილია. მე ძალიან ისე მაგრძნობდებს ეს ადამიანი თავს და არ გამორიცხავ ეს ყველაფერი. სხვაჩვენს ვიღაცები წმენდებსაც იტარებდეთ, ვიღაცები კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც რიტუალურ მომენტებს მიმართავდეთ და ცუც არა აქ ცუც არაფერს არ მიჩვენებს და ზუსტად აი ამ თქვენი სისუფთავის თქვენი სწორი მიდგომების ცოტა ვიღაცის დახმარებით ცოტა თქვენი დიახო მეოცნებები არიან ის ძლიერი ხალხი რომლებიც ყველაფერს მიაღწია სამსამყაროში ეს რო ისედაც მეოცნებები ეს ხელწამოსაკრავი ხალხი არ არის და თქვენ ცხოვრებაში ზუსტადაც ბედის წერა მოიყვანს კორთხების დედოფალს ხო მამაკაცებო პირდაპირ მნიშვნელობით ნუ ქალბატონებო გაიგეთ რომ რაღაცა სასწაული ამბები უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არც მეტი და
არც ნაკლები და რაღა მესამე ვარიანტს დაგწყვიტოთ გული აქ კი რაღაცა ისეთი მაგარი არკანები დაეწყო რომ აღარც მინდა რამე გაგვიფუჭოს ამ დასტამარა ნუ რა კი ახლა დავამოწმე და გადავამოწმე ამ დასტით წინა ვარიანტები მოდი თქვენთანაც ვნახოთ ზოგადი ენერგიები რა იქნება ფინანსებში რა იქნება და პირად ცხოვრებაში რა იქნება აბა ვნახოთ ზოგადი ენერგიები ოხო თასები ემოციები ზღვა რაღაცა არ ვიცი სიახლე ასე ვთქვათ განძის პოვნა პირდაპირ მნიშვნელობით ხო ანუ აი თუნდაც ადამიანი რომ აი ნუ ისეთი ადამიანი ვიპოვე რომ აი არ ვიცი ესეთები კიდე არსებობდნენ აი რაღაცა ეგეთი ემოციები რომ მოაქვს ხო აბა ფინანსებსა და კარიერაში ვნახოთ ოხო მაღალი არკანი ძალა ფინანსებში არა მეგობრებო აქ არც იფიქროთ შეგიძლიათ დაწვეთ დაიძინოთ მშვიდად და ნუ კიდე ერთხელ ვიმეორებ ყველაფერი ესე მინდობილად სამყაროს მიანდოთ და რაც შეეხება პირად ცხოვრებას მშვენიერი რატომაც არა მოდის კვერთხების რაინდი ხო ადამიანი რომელსაც აი არ ვიცი ნახეთ შემთხვევით არ არის ძაღლი როგორი ერთგული თვალებით უყურებს ხო ამ ადამიანს დააკვირდით ანუ ადამიანი რომელმაც მეგობრობის ფასიც იცის ერთგულების ფასიც იცის ორი არკანი ერთად წამოვიდა ნახეთ რომელმაც გრევის ფასიც იცის როგორია ტკივილი იცის როგორია იმედგაცრუება მაგრამ აი ემოციები სამყაროსეული ემოციები ხო ცხრიანი თასები რა არის აი სამყარო რო გაყრის ყველანაირ იმას რა ქვია მადლს ხო ემოციურ მადლს და იცის როგორია ეს აი ბედნიერების გემოც იცის და მაპატიეთ ხო უბედურების გემოც რომ იცის რა არ ვიცი ისეთი ადამიანი მოდის აი ამ არკანით ისეთი ენერგიები მოქვს აი სამყარო დიახაც სამყაროსგან რჩეული არ ვიცი თქვენთვის ბედით მოცემული აი არ ვიცი რაც გინდათ დაარქვით მეგობრებო მაგრამ აქ ისეთი არკანები ამოდის რომ აი ხო არ ვიცი ვუყურებ და ცოტა ისეთი მომენტი მაქვს აბა ვნახოთ კიდე ავჩეხოთ და ვნახოთ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში დასტის ფონი რა მაქვს სულელის არკანი განულება ყველაფრის ხო თასების დედოფალი პენტაკლების ტუზი სტაბილურობა და სიკვდილის არკანი და ყველაფრის მომიტოვება ხო ნუ ტრანსფორმაცია თა როგორი ტრანსფორმაცია და აღიარება და გამარჯვება ნუ აღარც უნდა გავაგრძელო ქურუმი ქალის ხოთ შორის ეხანაც ამოგივიდათ თქვენ რაღაცას მაიმუნობთ თუ ვიღაცის მაიმუნობას ხო კარგ ნაწილში ვიძახი მაგრამ აქ უფრო მგონია რომ თქვენ რაღაცა სულიერად ისე გაიზრდებით ისე მაღალ საფეხურზე ახვალთ ისე რაღაცებს და ხართ უკვე ისეთი ენერგიები მომდის ეხა აი ამას რომ უბრალოდ თქვენ გრძნობდეთ ხო მე ხო ვგრძნობ და მე ხო ვიცი რაღაცა მგონია რომ ბევრი შეიძლება კოლეგაც მიყურებდეთ მადლობა მესამე ვარიანტს და მოკლედ არ ვიცი მადლობა ამ ხელა ვიდეოს რომ უყურეთ მადლობა ნდობისთვის და მე ის გადამრჩენია წარმატებები გისურვოთ დროებით ჩემო კარგო ადამიანებო ნახვამდის